კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება JavaScript-ის მეხუთე კვირის თეორიული ლექცია და დღევანდელ დღეს გავვლით თემას სახელად Data Structures, Objects and Arrays. ახლა ვერსიას არ გეუბნებათ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ყველაფერს გავვლით ნენელა. ამ data სტრუქტურები, ობიექტები და მასივები. რაში გვჭირდება ჯერ? მოდი მასივების გარჩევით დავიწყოთ და მერე ბოლოში გადავიდეთ ობიექტებზე. მაგალითად, მაქვს ესეთი ამოცანა, რომ მე მეუბნებიან, რომ შევინახო რაღაცა ჩამონათვალი, რაღაცა სია. მოდი ახლა ფაილში ვქნი week lecture 5 დავარქვათ. მაგალითად მეუბნებიან, რომ შევინახო რიცხვები. ის ზონა, რაც ახლა გვაქვს, აი ეგ ზონა რომ გამოვიყენოთ, როგორ გავაკეთებდით ამას, რომ მაგალითად 5 რიცხვი შევინახოთ. როგორ და შევქმნით იცვლაც, let აუდრის 5-ს, ხო სიტყვაზე. ეს ერთი რიცხვი, მერე let b უდრის 10-ს, let c უდრის 15-ს, let d უდრის 20-ს და let e უდრის 25-ს, ხო მაგალითად. და მერე მე შემიძლია ეს რიცხვები ნებისმიერ დროს გამოვიყენო. ანუ ასე შემიძლია მრავალი რიცხვის შენახვა. იგივე იქნებოდა string-ებზე. მე შემიძლია რაღაც სახელები შევინახო ცვლადებში სათავოდ. მაგალითად, let name 1 იქნება Johnny, let name 2 იქნება Jane. ასე მესამე, მეოთხე, მეხუთე სახელი შემიძლია შევინახო ცალ-ცალკე ცვლადში და შემდგომ ისინი გამოვიყენო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველა ხვდებით, რომ ესეთი ჩანაწერი და ესეთი მიდგომა, ესეთი ხერხი არის საკმაოდ მოუხერხებელი. იმიტომ რომ თითოეული ახალი მნიშვნელობისთვის გვიწევს ახალი ცვლადის შექმნა. არადა, აი ეს ნაწილი ლოგიკურად ერთნაირი დაჯგუფებაა და ეს სახელების ნაწილის ლოგიკურად ერთნაირი დაჯგუფებაა. და ამით იმას გულისხმობ, რომ აი ამ 5 ცვლადში ვინახავთ ზოგადად რიცხვებს და ზოგადად სახელებს. ანუ ამ 5 შორის ლოგიკური კავშირი ერთადერთი შეიძლება იყოს, რომ არიან string-ები და სახელები არიან რა, და რაღაც იგივე, რომ რიცხვები არიან. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ისეთი სათავსო, რაღაცა კალათა, სადაც შემეძლებოდა მე სიების შენახვა, ანუ ჩამონათვლის გაკეთება შემეძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვაქვს JavaScript-ში და ზუსტად ამას ქვია arrays, ანუ მასივები. ანუ მასივი მე საშუალებას მაძლევს, რომ შევინახო რაღაც გარკვეული სახის ჩამონათვალი სია ერთ კალათაში. და რა თქმა უნდა, მასივებიც არის ერთ-ერთი ტიპი, ასე ავიღოთ. არის data სტრუქტურა. data სტრუქტურა იმას ნიშნავს, რომ არის რაღაცა კონკრეტული სტრუქტურა, რომელშიც ინახება data, ინფორმაცია. და აქაც არის მოცემული მაგალითი, ვქნით ცვლადს list of numbers და list of numbers-ში ვინახავთ მასივს. და ნახეთ მასივს როგორი ჩანაწერი აქვს. ოთხკუთხედ ბრეკეტებში იწერება ელემენტების ჩამონათვალი, ანუ მძიმებით, როგორც ქართულში რაღაცების ჩამონათვალს ვაკეთებთ, მძიმებით, იგივე აქაც მიწერია მასივი, ანუ ოთხკუთხედი ბრეკეტები და მე 1 მძიმე, 2 მძიმე, 3 მძიმე, 4 მძიმე, 5. ეს აქ შევწეროთ მაგალითად let list of numbers სადაც შევინახავთ 10, 20, 30, 40, 50 და რომ დავაკონსოლოთ ჩვენი ეს ცვლადი და გავუშვათ პროგრამა, ნახეთ გამოიტანა მასივი, სადაც არის ჩასმული რიცხვების ჩამონათვალი, რაც თავიდან გავუწერე. ანუ ჩავთვალოთ, შედარება რომ გავაკეთო, მასივი არის კალათა, სადაც შეგვიძლია ბევრი მნიშვნელობის ჩასმა. როგორც კალათა შემიძლია ბევრი ვაშლი ჩავალაგო და ასე ყველაფერი ხილში არ მქონდეს დაჭერილი, ან ცალკე პარკში არის თითო ვაშლი, შემიძლია რომ მასივი გამოვიყენო. ან ჩანთის შედარება შეიძლება მოვიფიქრო, მე ჩანთა რო დამაქვს მაგალითად მივიდიო სამსახურში, იქ მიდიოს ლეპტოპი, რაღაც ტელეფონის დამტენი, ლეპტოპის დამტენი, გადამყვანი და ნუ ასე შემდეგ. მე ხო ასე შემიძლია რომ ხელში მეჭიროს ყველაფერი, ან თითოეულისთვის ცალკე პარკი მქონდეს, თეორიულად შეიძლება. მაგას არავინ არ აკეთებს, მაგრამ მაინც შეიძლება, ხო? და ჩანთა არის ისეთი რაღაც, სადაც შემიძლია ბევრი რაღაც ჩავალაგო.
მასივიც იგივეა, მასივი არის სტრუქტურა, data სტრუქტურა, სადაც შემიძლია მქონდეს ჩამონათვალი C-ა. რაღაც მნიშვნელობების. მაინც არ არის აუცილებელი ასევე, რომ მასივში მქონდეს ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობები. აი ახლა აქ მაგალითად ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობები მიზის მასივში, იმიტომ რომ ყველა რიცხვია. მე ასევე შემიძლია მასივში ჩავსვა ერთდროულად ნებისმიერი ტიპის მნიშვნელობა. ანუ შემიძლია ჩავსვა ნამბერები, ასევე სტრინგები, ბულიანები, undefined, null, infinity და ასე შემდეგ. infinity არის უსასრულობა. ანუ მე შემიძლია ეს ჩანაწერი გავაკეთო თავისუფლად. თუმცა შემთხვევების უმეტეს შემთხვევებში გვაქვს მასივები, სადაც ლოგიკურად ერთმანეთთან კავშირშია მნიშვნელობები. ანუ ასე რანდომულად ავყრით ელემენტებს მასივში. რაღაცა კავშირი უნდა გქონდეთ. თუმცა ასე შეიძლება. ზოგიერთ ენაში არ შეიძლება, მაგალითად C ენაში არ შეიძლება, რომ სხვადასხვა ტიპის მქონე მნიშვნელობა ერთ მასივში ჩავსვა. ან მასივი უნდა იყოს ან რიცხვების, ან სტრინგების, ან ბულიანების. JavaScript-ში კი ეს არის შესაძლებელი. Okay. ნუ ეს გავიგეთ, რომ ეს მასივია, შემიძლია მასივის მნიშვნელობის გამოტანა. მაგრამ როგორ მივწვდე მასივის კონკრეტულ ელემენტს? ანუ მაგალითად, როგორ ამოვიღო მასივიდან 10-იანი, ანუ მასივის პირველი ელემენტი. აქ ვიყენებთ ინდექსირებას. როგორც წინა კვირის სემინარზე ახსენით, ინდექსირება რაღაც string მაგალითად hello world-ი და მე შემიძლია გამოვიტანო string-ის კონკრეტული ნაწილი, მაგალითად h-ი არის 0 ინდექსზე. ანუ ინდექსირება იწყება 0-დან და არა 1-დან. და ახლა ის გამოვიტანს h-ს. ეს ინდექსირების ნაწილი აბსოლუტურად იგივეა მასივებზე. ანუ მე თუ მინდა რომ მასივიდან ამოვიღო პირველი ელემენტი მდებარეობს 0 ინდექსზე, ანუ წერ ინდექსის ნიშანს, ბრეკეტებს და მე 0-იანს. და ეს გამოვიტანს 10-ს. ეს 10-იანი განა მასივიდან ამოვარდება და მარტო ესენი დარჩება. არა, მასივი რჩება ხელუხლებელი, უბრალოდ ხდება აი ამ 10-яნის გამოტანა. განა მასივიდან ვიღებთ, არა, უბრალოდ გამოგვაქვს ტერმინალში, ვიყენებთ რაღაცა ლოგიკისთვის. და მიზეზი იმისა, რომ ამ ინდექსირების გამოყენება string-ებზე შეგვიძლია, არის ის, რომ string-იც რაღაცა კუთხით მასივია. ანუ string-ი არის ქერაქტერების, ანუ სიმბოლოების მასივი. ჩათვალეთ აქ გვაქვს ეს ჩანაწერი. H E L L O ძიმე space W O R L D. ანუ ჩათვალეთ აი ეს string-ი მასივის სახით რო შევწერო, იქნება ესე ქერაქტერების მასივი string-ი სინამდვილეში. ზუსტად ეგაა მიზეზი იმისა, რომ string-ზე მე შემიძლია ინდექსირება გამოვიყენო. და აბსოლუტურად იგივე პრინციპით მოქმედებს ყველაფერი. მე თუ მინდა რომ 40 გამოვიტანო, 40 არის 0 1 2 მესამე ინდექსზე მასივში. ეხლა რო გავუშვა პროგრამა, გამოიტანს 40-ს. ეს რა თქმა უნდა პრეზენტაციაში მოხდა ჩასმული მაგალითად. Okay. ასევე მე შემიძლია .length property-ს გამოვიყენო. Length არის property, რომელიც გვახსოვს, რომ გამოიყენებოდა string-ის სიგრძის გასარკვევად. ანუ მე თუ მინდა გავიგო აი ამ string-ის სიგრძე, ანუ რამდენ სიმბოლო შეიცავს string-ი, შემიძლია გამოვიყენებინა length property. string.length. ანუ მე მინდა გავიგო string-ის სიგრძე, ანუ სიმბოლოების რაოდენობა. ეს არის 12. იგივე არის მასივებზეც. მე მასივზე შემიძლია გამოვიყენო .length-ი. ანუ string-ებზე მუშაობის პრინციპი, იმიტომ გავს მასივებზე მუშაობის პრინციპს, რომ string-იც არის ქერაქტერების მასივი. ჩათვალეთ კალათარი, სადაც ყრია ასობგერები რა. მაგიტომ აქვს ეს კავშირი. ანუ მე რო ჩავწერო აქ რაიმე მასივი, let array, მოდი array-ს დავარქებ შემკულებით. და დავაკონსოლოთ, მოდი ჩვენი მასივის სიგრძე array.length. array.length. გამოიტანს 5-ს. რა თქმა უნდა, რო ჩავმოდო კიდევ ერთი ელემენტი, გამოიტანს 6-ს, იმიტომ რომ მე 6 ელემენტი ჩამოტა. ეს length-ი უკვე ვიცით.
მასივს საკმაოდ ბევრი მეთოდი გააჩნია, ბევრი ფუნქცია გააჩნია. მაგრამ არის რაღაცა ისეთი ფუნქციები, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი არის push მეთოდი. გვაქვს მასივი let sequence არის ქართულად მიმდევრობა, უდრის 1, 2, 3, ანუ რაღაც მიმდევრობის შემონათვალე რიცხვების. მე თუ მინდა, რომ ამ მასივის ბოლოში დავამატო კონკრეტული ელემენტი, ვიყენებ push მეთოდს, push ფუნქციას. და ვწერ sequence.push და არგუმენტად ვატან 4-იანს. ანუ მე ამით გულისხმობ, რომ sequence მასივში მინდა ჩავფუშო, ანუ ჩავამატო რიცხვი 4. ეს არის აი ამ 4-იანი არის აი ამ push ფუნქციის არგუმენტი. მე თუ დავწერ კიდევ sequence.push 5, გულისხმობ, რომ sequence ფუნქციაში, sequence მასივში მინდა რომ ჩავფუშო, ანუ დავამატო რიცხვი 5. და მე უკვე რომ გამოვაკონსოლებ sequence მასივიდან 1, 2, 3 იქნება, არამედ 1, 2, 3, 4, 5, იმიტომ რომ 4-იანი და 5-იანი ჩვენ უკვე ჩავამატეთ. ეს რო გავტესტოთ და ვნახოთ, let sequence მაქვს 1, 2, 3. მოდი ახლა ჩავამატოთ sequence-ში 4-იანი და დავაკონსოლოთ ჩვენი მასივის მნიშვნელობა. გახდა 1, 2, 3, 4. მოდი სულ თავიდანაც დავაკონსოლებ 3 ჩაემატება. ნახეთ, თავიდან იყო 1, 2, 3, მერე დაემატა 4-იანი, გახდა 1, 2, 3, 4. ახლა კიდევ რო დავამატო 5, მასივი გახდება 1, 2, 3, 4, 5, ანუ ხდება აი ამ მასივის შეცვლა, შიგთავსის შეცვლა. კიდევ მრავალნაირად შემიძლია რომ მოვახდინო მასივზე მანიპულაცია, მაგალითად მე შემიძლია მასივიდან ამოვიღო ბოლო ელემენტი. ანუ მასივის შიგთავსის შევცვალო კვლავ, ოღონდ ბოლო ელემენტის ამოღებით. და ამისთვის გამოიყენება pop ფუნქცია. sequence.pop, ამას არგუმენტი არ ჭირდება, უბრალოდ ფუნქციას ვიძახებთ და დეფოლტად იღებს მასივის ბოლო ელემენტს. ნახეთ, სულ ბოლოში ხო გვაქვს მასივი 1, 2, 3, 4, 5. იმიტომ ჩამატებულიც არის. მოდი ახლა მასივიდან ამოვიღოთ ბოლო ელემენტი. sequence.pop, ანუ sequence მასივიდან ვიღეთ ბოლო ელემენტს და დავაკონსოლოთ. ნახეთ რა იქნება. თავიდან 1, 2, 3 იყო, მერე 4-იანი ჩავამატეთ, მერე 5-იანი ჩავამატეთ, მაგრამ pop ფუნქციით 5-იანი ამოვიღეთ. და მე თუ აი ამ ფუნქციის გამოძახებას ჩავსვავ console log-ში, აი ესე, ეს pop ფუნქცია ორ რამეს აკეთებს სიამრულეში. განა მარტო იღებს მასივიდან ბოლო ელემენტს, არამედ რა ელემენტიც ამოიღო, მაგას გვიბრუნებს კიდევაც return-ით. ამიტომ რაც დაბრუნდება, მე console log-ში დაილოგება. ნახეთ, 1, 2, 3, 4 გახდა ფუნქცია, 5-იანი ამოვიღეთ და pop ფუნქცია რაც ამოიღო მაგ მასივიდან, ეგ დაგვიბრუნა, რომ ვიცოდეთ რა იყო ბოლოში. ამათი შებრუნებული ვერსია კიდევ რაღაც მეთოდებით განისაზღვრება. ანუ push და pop-ი აკეთებს ერთ რაღაცას, რომ push-ი ამატებს მასივის ბოლოში გარკვეულ ელემენტს და pop-ი ამოიღებს მასივიდან ბოლო ელემენტს. ოღონდ pop-ი ყოველთვის ბოლო ელემენტს ამოიღებს. ეხლა კითხოს დაიწერა, მე რომ pop-ში ჩავწერო ეს 2-იანი, ესე არ შეიძლება. მაინც 5-იანს ამოიღებს. და ჩვენ თუ გვინდა რომ სხვა რიცხვი ამოვიღოთ, მაგალითად 2-იანი ან 3-იანი, ეგ სხვა არ ეკეთდება და მე მაგასაც მივადგებით. მაგრამ ნუ თავარი მუღამი ამის ის არის, რომ push და pop-ის მუშაობს ბოლო ელემენტზე, ანუ push ამოტებს მასივის ბოლოში, pop იღებს მასივის ბოლო ერთ ელემენტს. და თუ გვინდა რომ მასივის თავში ჩავამატოთ ელემენტი, ან მასივის პირველი ელემენტი ამოვშალოთ, მაგისთვის უკვე სხვა ფუნქციას ვიყენებთ. ანუ მე თუ მინდა რომ მასივის თავში ჩავამატო ელემენტი, ვიყენებ sequence.unshift ფუნქციას. unshift-ი არის მასივის თავში ელემენტის შემოტება, დავამატებ 0-იანს. და რო დავაკონსოლოთ ჩვენი sequence-ი, ნახეთ, მივიღეთ 0, 1, 2, 3. და მე თუ მინდა რომ ეს პირველი ელემენტი რაც არის, ახლა უკვე 0-იანი ამოვიღო, მაგისთვის ვიყენებ sequence.shift ფუნქციას.
shift-ი არის ამოღება, ან shift-ი არის ჩამატება. და ეხლა უკვე ისევ 1 2 3 გახდება. თავიდან 0-იან დავამატეთ, ან shift ფუნქციით და shift-ით ამოვიღეთ ისე. ესეც იგივე საკეთებს ორივე, უბრალოდ მასივის თავში აკეთებს მოქმედებებს და არა ბოლოში. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქცია მასივის არის includes ფუნქცია. includes არის ქართულად შეიცავს და პირდაპირ გვეუბნება ფუნქცია რას აკეთებს. გვეხმარება რომ გავიგოთ მასივი შეიცავს თუ არა რაიმე კონკრეტულ ელემენტს. მაგალითად, მე თუ მაინტერესებს აი მასივში არის თუ არა რიცხვი 4, წერ შემდეგს sequence.includes და არგუმენტად ვატან 4-იანს. ანუ ამით გულისხმობ, რომ მაინტერესებს sequence-ი შეიცავს თუ არა 4-იანს. და ეს includes-ი აბრუნებს true-ს თუ შეიცავს ეს მასივი ამ 4-იანს და false თუ არ შეიცავს. ანუ რომ დავაკონსოლო sequence-ი შეიცავს თუ არა 3-იანს მაგალითად. დაემბრუნა true, მაგრამ 5-იანს ხო არ შეიცავს, ახლა დაემბრუნებს false. და შემიძლია გამოვიყენო if statement-შიც, რომ მაგალითად თუ sequence-ი შეიცავს 3-იანს, მაშინ სიტყვაზე მომხმარებელი მოიძებნა, თუ არა და არ მოიძებნა. 3-იანს შეიცავს და დაბეჭდავს, რომ მომხმარებელი მოიძებნა, 5-იანსო ჩავწერ, არ შეიცავს და შევა else-ში. ანუ მომხმარებელი არ მოიძებნა. ესეც შემიძლია რომ ჩავწერო. Okay. ახლა კი გადავიდეთ ობიექტებზე. მაგრამ სანამ ობიექტებზე გადავალ, მინდა დაგანახოთ მასივის ერთი პრობლემა. მე ვთქვი, რომ ძირითადად მასივები გამოიყენება ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობების შესანახად. რო სიაში ჩავყავთ, მაგალითად მინდა რომ ჩავყარო რიცხვები, ასაკები, სახელები, პროფესიები და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ ეგეთი დავალება. მე მინდა შევინახო რაღაც ერთი პერსონის, ერთი ადამიანის მონაცემები. იქნება ეს სახელი, ასაკი, ჰობი, პროფესია და ასე შემდეგ. როგორც ლექციის თავში ვახსენე, ყველაფერი რო ცალსაკეცლოდ შევინახოთ, არის ცუდი მიდგომა. მოდი მასივი გამოვიყენოთ, როგორი ჩანაწერი და როგორი case გვექნება. შევქმნი person massives და მოდი ჩამოვწეროთ, მოდი ჩემ თავში ჩავწერე ხო. თემო 20 თბილისი იყოს programmer მე დავწეროთ რავი reading swimming და ასე შემდეგ. ანუ შევქმნი მასივი, სადაც მაქვს პირველ ელემენტი სახელი, მერე ასაკი, სადაც ვცხოვრობ, რა პროფესიის ვარ და რა მიყვარს ჰობი. Reading, swimming. კითხვა და ცურვა. და მოდი ვთქვათ ეგეთი რაღაცა. ამოვიღოთ აი ამ მასივიდან ჩემი პროფესია. ამის გასაკეთებლად რა ეტაპების გავლა მიწევს? ჯერ მიწევს რომ გავიგო რომელია პროფესია. ეს არ არის პროგრამერ პროფესია და მე უნდა გავიგო programmer string-ი მე რამდენი ინდექსი მდებარეობს person massivში 0 1 2 მესამე ინდექსი. ამიტომ დავწერ console log person index-ად 3 გამოიტანს programmers. ძალიან კარგი. მაგრამ მე ხონა დავუშვა რომ ამ მასივში თავს შეიძლება იყოს შეცვლილი და გადაადგილებული. მაგალითად პროფესია იყოს ბოლოში. აი ეს. ახლა რომ გავუშვათ ჩემი პროგრამა, დამიწერს კითხვას. კითხვა არის ჰობი, არა პროფესია. ანუ მე ახლა კიდევ მომიწევს პროფესიონალ პროგრამა მე რამდენი ინდექსია? 0 1 2 3 4 მეხუთე ინდექსზე. და ასე დავწერ. მაგრამ მე ხო არ უნდა მიწევდეს ყველა ჯერზე პროგრამის სრულიება, კომპიუტერში ხარ ვიჯდები. და ესე ინდექსებით ხარ მიმართავთ. და კიდე გავიმეორებ, ინდექსი არის ელემენტის მდებარეობა მასივში ან string-ში. ოღონდ ინდექსირების ახლა იწყება 0-დან, მაგალითად 0 ინდექსზე მდებარეობს თემო, პირველი ელემენტი. პირველი ინდექსზე 20-იანი. ანუ მე ჩვენ რო ვითვლით 1 2 3 4, ინდექსირება, ანუ ელემენტის მდებარეობა ითვლება 0-დან. ანუ ეს ცუდი ვარიანტია. იმიტომ რომ
ახლა უკვე მასივში ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობები არ მაქვს. ანუ განა ყველა ასაკია, ან განა ყველა სახელია, ან განა ყველა პროფესიაა და საცხოვრებელი ადგილი მაგალითად რა. არამედ ყველას თავის დანიშნულება აქვს. თემო სახელია, 20 ასაკია, თბილისის საცხოვრებელი ადგილია, reading swimming არის ჰობი და პროგრამა პროფესია. ეს მე კი ვიცი, მაგრამ პროგრამამ ხო არ იცის. მე ყველაფერი არ იცის რა რას ნიშნავს. და კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს სხვა data სტრუქტურა, ანუ სტრუქტურა სადაც ინფორმაცია შევინახავდი შემდეგნაირად, რომ შემეძლოს იმ data სტრუქტურაში ჩაწერა რომ აი ეს თემო სახელია, ეს 20-იანი არის ასაკი, ეს თბილისი არის საცხოვრებელი ადგილი და ასე შემდეგ. და მე უკვე განა ინდექსირებით მიწვდებოდი, არამედ მათი რაღაც გასაღებით ბრწყალებში. ანუ მე თუ თბილისის ამაღლა მინდოდა, კი არ დავიწყდი თბილისის ადგას, არამედ ვიტყოდი რომ მე მინდა ამ პერსონის საცხოვრებელი ადგილი და თბილისი დაემბრუნებდა. და ზუსტად ამისთვის გამოიყენება ობიექტები. სხვანაირი ჩანაწერი აქვს, რა თქმა უნდა, სულ შევინახავთ ამასაც. მასივს აქვს ბრეკეტები, ოთხკუთხედი ფრჩხილები და ობიექტი იწერება ფიგურული ფრჩხილებით. ასე ფიგურული ფრჩხილებით. და ამ ობიექტში წერთ პროპერტებს. ანუ ეს მაგალითად მეორე ხაზი გავარჩიოთ. name themo. ეს არის person ობიექტის პროპერტი, ანუ თვისება. და ეს პროპერტი იყოფა ორ ნაწილად. მარცხენა არის key, მარჯვენა არის value. key ანუ გასაღები სიტყვა მარცხნივ და value ანუ მნიშვნელობა მარჯვნივ. აი თემო რო სახელია, მაგით შემიძლია გავარკვიო key-დან. ანუ name themo, ანუ სახელი თემოა. age არის 19. და hobby არის, ნახეთ, რამდენიმე hobby მაქვს, ხო მაგალითად. და ეს hobby ხო ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობებია, ამიტომ ამისთვის მასივს ვიყენებ უკვე, ხვდებით? ან მე შემიძლია ობიექტი შეგინ კიდევ მასივი შევინახო. მაქვს swimming, reading, having fun with friends და ასე შემდეგ. და მოდი ახლა ეგ ჩავწეროთ. let person ამას დავაკომენტარებ უდრის ფიგურული ფრჩხილები რადგანაც ობიექტს ვქნით. სახელი არის თემო. მერე მძიმე. ასაკი არის 20. მძიმე city. თბილისი. მძიმე hobbies. კითხვა და ცურვა და პროფესია პროგრამისტი. და ესე უფრო გარკვევით არის. ანუ ახლა უკვე ვიცი რომ თემო არის სახელი, 20 არის ასაკი და ასე შემდეგ. და როგორ უნდა გამოვიტანოთ მათი მნიშვნელობა? ხო? მაგალითად მინდა რომ გამოვიტანოთ თემო. ამას როგორ ჩავწერ? აქ უკვე მასივებისგან განსხვავებით ინდექსირებას აღარ ვიყენებ. არ მაინტერესებს ეს name themo property. მე რამდენი ადგილასაა? თემოს ამოსაღებად, ანუ მნიშვნელობის ამოსაღებად ვიყენებ მის გასაღებს, ანუ keys, names. დავწერ შემდეგს. მე მინდა რომ person ობიექტიდან ამოვიღო name-ის მნიშვნელობა, ასე ვიტყოდი. ამიტომ ვაკონსოლებ person.name. ანუ პირდაპირ names ვერ დავწერ. ეხლა error-ს ამომიგდებს. name არ გაქვს განსაზღვრო, name ცვლადი არ არის. name არის person-ის property. ამიტომ ჯერ person-ში უნდა ჩავუძრეთ person და მე თუ მინდა რაღაცა გასაღების სიტყვით ნიშნულობის ამოღება ვიყენებ წერტილს. წერტილი name. ანუ მე person-ი მინდა ამოვიღო name. და გახდა თემო. თემო გამოვიდა. მე თუ მინდა რომ ამოვიტანო hobbies, დავწერ person წერტილი hobbies. აი ასე. გამოვიდა ეს მასივი. hobby შემონათვალე. და მე თუ მინდა რომ რაიმე მნიშვნელობა შევცვალო, მაგალითად მინდა შევცვალო ასაკი და ხო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სად მდებარეობს, ნახეთ. წეღარო გადავადგილე პროგრამერ ხომ მიწე ინდექს შეცვლა. ეს name რომ სულ ბოლოში იყოს, მაინც თემოს გამოიტანს, იმიტომ რომ ამას არ აინტერესებს მე რამდენი ადგილასაა, თავარია მივწვდეთ მის გასაღებს. და შესაბამის მნიშვნელობასაც გამოგვიტანს, რა თქმა უნდა. და მე თუ მინდა რაიმე სრულიება, მაგალითად მინდა რომ age შევცვალო, გავხდი 21 წლის მაგალითად და გავხდო 21. ამას როგორ ვიზავ? რადგანაც ახალი ნიშნულობის მინიჭება მიწევს, ესე იგი ვიყენებ ტოლობას. ტოლობა არის მინიჭების ოპერატორი. ტოლობა 21. ან 21-ს ვაინჭებ რაღაც სხვას. და რას ვაინჭებ 21-ს? person-ის age-ს. ანუ დავწერ person.age უდრის 21-ს. ანუ ახლა უკვე ამ person-ის ასაკი გახდება 21. მოდი დავაკონსოლოთ console log person. ნახეთ, გამოვიტანე მთლიანი პერსონა.
მოიცა, რაღაც ერორი არის. console log არა, console log-ი უნდა. გამოვიდა ობიექტი, სადაც არის უკვე age 21 და არა 20. იგივე იქნებოდა massive-ზეც თუნდაც რა. აი მაგალითად მე მინდა რომ შევცვალო აი massive-ის 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი, ანუ პირველი ელემენტი. როგორ ჩავწერდი? ჯერ ამოვიღებდი მაგას person-ში 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი მინდა გახდეს გიორგი. და არა თემო. და ეხლა უკვე რომ massive გამოვაკონსოლო, გამოვა პირველი ელემენტი გიორგი და არა თემო, ნახეთ? გიორგი ეხლა უკვე. ან 0 ინდექსზე დავადექი და ჩავწერე, ანუ მივანიჭე სხვა მნიშვნელობა. და ეს benefit-ი აქვს ობიექტს, რომ შემიძლია key value წყვილები მქონდეს. და ობიექტში შემიძლია რომ ბევრი მანიპულაცია გავაკეთო და ვაწარმოო. მაგალითად, მე შემიძლია გავიგო მდებარეობს თუ არა რაიმე property ობიექტში. მაგალითად, მაინტერესებს აი person სახელი აქვს თუ არა. დავწერ name in car. ინტუიტიური და რაღაც მარტივი ჩანაწერია. ან მაგალითად, მაინტერესებს ეს person ობიექტს აქვს, ამ person ობიექტს აქვს თუ არა name property. დავწერ console log name in person. ანუ გულისხმობ მაინტერესებს name-ი არის person-ში, in ნიშნავს ში ქართულად. ეს დააბრუნეს true-ს ან false. ეხლა true-ს დააბრუნებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ name-ი მაქვს, დაწერა true, მაგრამ აი car-ო დავწერო მანქანა. მანქანა არა მაქვს. დააბრუნოს false. და იგივე საკეთებს has own properties. ანუ person-ისზე ვადებთ person წერტილი has own property და არგუმენტად ვატანთ რაიმე key-ის სახელს. ეს ნიშნავს აქვს თუ არა რაღაცა property-ო რა. ეს დაახლოებით იგივე საკეთებს ჩანაწერი განსხვავებული, მაგრამ ოდნავ განსხვავდება რაღაც საკითხში. ჯერ მაგას არ გეტყვით, იმიტომ რომ დაგავნებთ, მაგისთვის კიდე რაღაცა ცოდნა გვჭირდება. და შემდეგ კვირებში გავვლით რა თქმა უნდა. ხო, ეს იგივე includes გამოდის, ან massive-ებზე რომ ვიყენებთ includes ფუნქციას, რომ გამიგოს იქით ელემენტი შეიცავდა თუ არა. აქ ხო ჩავანათვალი არ გვაქვს, აქ გვაქვს key value წყვილები და key მაინტერესებს არის თუ არა ობიექტში რა. ვიყენებ ან has own property ფუნქციას, ან ins. ეს პირველი უფრო მაგარი ჩანაწერია. name არის თუ არა person-ში. Okay. ობიექტში ჩვენ არა მარტო რაღაცა რიცხვები, string-ები და boolean-ები შემიძლია რომ შევინახო. და აქ შევინახე age-ში number-ი, city, profession და name-ში მაქვს string-ები და hobby-ში მაქვს massive. მე ასევე შემიძლია შევინახო ფუნქციები. მაგალითად, კონდეს ეგეთი ფუნქცია. ფუნქციას ხო ჩვეულებრივი მნიშვნელობაა შემიძლია რომ შევინახო. იყოს greet ფუნქცია. როგორ წერ greet ორ წერტილი, მერე function და დანარჩენი იგივენად იწერება. მოდი ამას დავაკონსოლებთ console log hello უბრალოდ. ანუ greet ახლა არის ფუნქცია, რომელიც აკონსოლებს hello-ს. ეს ფუნქცია როგორ უნდა გამოვიძახო? ეგრევე greet-ით ვერ გამოვიძახე, იმიტომ რომ greet-ი არ არსებობს. ეს greet-ი არის person ფუნქციაში. კი არა და ობიექტში. ამიტომ ჯერ წერო person, მერე წერტილი რომ მივუწოდე greet გასაღებს და ეს greet გასაღები დააბრუნოს აი ფუნქციას და ეგ ფუნქცია გამოიძახება აი ამით უკვე. და დაკონსოლდება hello. და აი ესეთ ფუნქციებს ეწოდებათ მეთოდები. ბევრჯერ ახსენე მეთოდი, მაგრამ არ ვიცით რა არის მეთოდი და ეხლა უკვე ვიცით. ანუ ფუნქციას, რომელიც არის ობიექტში, ეწოდება მეთოდი. იგივენაირი ფუნქციონალი აქვს, იგივენაირად შემიძლია პარამეტრები და return და არგუმენტები გამოვიყენო, ყველაფერი იგივეა, უბრალოდ სახელი განსხვავებული. და როგორ მივხვდე აი ჩანაწერით რაღაცა ფუნქცია ჩვეულებრივი თუ მეთოდი. აი მაგალითად წერტილი push-ი არის მეთოდი, იმიტომ რომ თან ფუნქციაა, იმიტომ რომ ვიძახებთ მრგვალი ფრჩხილები და თან property-ც არის. ჩვენ property-ს გამოსატანად ხო ვიყენებთ წერტილს. მაგალითად person წერტილი name.
name რატოა property? იმიტომ რომ წერტილით ვიღებთ ობიექტიდან. და ნახეთ თურმე აქამდე რა ფუნქციებსაც ვიყენებდით, ყველაფერი property იყო, იმიტომ რომ წერტილით წვდებოდით. ანუ წერტილით წვდებით, property-ა და თან ფუნქციაა. იმიტომ რომ ვიძახებთ, ანუ ისეთი ფუნქცია, რომელიც თან property-ცა და თან ფუნქციაც, მოდი უკვე მეთოდები უწოდოთ. და ახლა მივოდებით აი ამ console-ლოგსაც ნახეთ, console-ლოგი ეს წერტილი ლოგი თან ფუნქციაა, თან property-ა. ტექნიკურად მეთოდი გამოდის რა, მაგრამ ფუნქციას უწოდებთ ხოლმე. ამიტომ ეგეს ვიცოდეთ უკვე დღეიდან. Okay. და ახლა მინდა გადავიდე საკმაოდ საინტერესო თემაზე. მუტაციაზე. რა არის მუტაცია? მე რო ჩავწერო ეგეთი რაღაცა, მაგალითად let number უდრის sums, let string უდრის hellos და let bool უდრის false. ანუ number, string და boolean ტიპის მნიშვნელობები რო შევინახო ცვლადებში. ესეთი ტიპის მნიშვნელობები არიან immutable. ანუ მათი მუტაცია არ შეგვიძლია. ეს რას ნიშნავს? მოდი ავიღოთ მაგალითად string. Let string უდრის hellos. მე რომ მითხრა რომ მოდი ადექიო და აი ეს ამ h-ის მაგირო ჩაწერე a. ამას როგორ ვიზავ? ნუ string-ში ჩავუწვდები 0 ინდექსზე მდგომ ელემენტს და ჩავწერ h-ს, როგორც მასივებზე ვიზავდი. და გამოვაკონსოლოთ string. ეხლა იდეაში მოდიშ და a უნდა მქონდეს. აქ უნდა გამოიტანოს a hello. მაგრამ მაინც გამოიტანს hellos. ეს იმიტომ არის რომ პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობები არიან immutable, ანუ მათი მუტაცია არ შეგვიძლია. პრიმიტიული ანუ მარტივი. ანუ ჩვენ შეგვიძლია string-ის რიცხვის, boolean-ის, none-ის, undefined-ის, none-ის და ასე შემდეგ მარტივი ტიპის მნიშვნელობების მუტაცია, ანუ მათი შეცვლა. ამას ვერ შევცვლი მე. მაქსიმუმ string ცვლადში სხვა რამე ჩავწერო, მაგრამ ეს უკვე მნიშვნელობის შეცვლა არ არის. ეს არის ცვლადის მნიშვნელობის შეცვლა. თვითონ ამ hellos მე ვეღარ შევცვლი. ანუ immutable არის. თუმცა როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ობიექტის და მასივის შიგთავსის ცვლილება. კომპლექსური, უფრო კომპლექსური და რთული ტიპის მნიშვნელობების ცვლილება შეიძლება, ანუ mutable არის. და ობიექტი და მასივი პრიმიტიული აღარა უკვე რთული ტიპის მნიშვნელობები არის, სტრუქტურები არის უკვე რა, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ეხლა მარტივ მაგალითებს ვაკეთებთ, მაგრამ შეიძლება უზარმაზარი სტრუქტურა გქონდეს. მაგალითად, როგორც ჩავწერეთ, მაგალითად მაგ ობიექტი number 5 სტოლი არის და მე შემიძლია ობიექტის ნამბერი შევცვალო და 10 გავხადო. ან მასივში ჩავფუშო 4-იანი. ანუ ამით ხო მე მასივის და ობიექტის შიგთავს ვცვლი. თვითონ array-ში ისევ იგივე მასივი, მაგრამ მაგ მასივის შიგნით სხვა რაღაცა ხდება. ანუ ეს არის უკვე mutable. შეგვიძლია ობიექტების და მასივების მუტაცია. შეცვლა ცვლილება. Okay? და ასე კიდე ერთი რაღაცა მინდა რომ გაჩვენოთ, რომ აი დიდ სტრუქტურებზე რო ვახსენე რა. მე შემიძლია მქონდეს, აი წერა მქონდა ერთი პერსონა. მაგრამ მე შემიძლია მქონდეს ბევრი ადამიანის მასივი. მაგალითად, მაგ let person სადაც არის name temo age 20 მოდი მარტო ეს იყოს. მაქვს ერთი ადამიანი რა, მაგრამ მე რაღაც პროგრამზე რომ მუშაობ ერთი ადამიანთან შეხება ხო არ მაქვს, ბევრი user-ია, ხო? უნდა მქონდეს რაღაც ასობით, ათასობით, შეიძლება მილიონობით ესეთი მონაცემი. სად შევინახო? ანუ თვითონ პერსონა ობიექტი უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ლოგიკურად სხვადასხვა მნიშვნელობები არის, მაგრამ მე თუ მინდა რომ ბევრი ასეთი რაღაც შევინახო, ბევრი პერსონა ხო ლოგიკურად ერთმანეთთან კავშირში, ამიტომ ეს მაგას უკვე მასივში შევინახავ. ანუ მე ხდება ობიექტების მასივი. Let people ეს იქნება მასივი, სადაც იქნება ბევრი ობიექტი. ანუ name temo ამ პირველ ობიექტში age 20. მერე მეორე ადამიანის ინფორმაცია შევწეროთ. Name ნიკა მაგალითად age 18. Name ani age 20. სიტყვაზე ხო? მე შემიძლია რომ ეხლა უკვე მქონდეს ობიექტების მასივი. ეს მინდა რომ მეთქვა.
ახლა მოდი გადავიდეთ value versus reference. ანუ value reference-ის წინააღმდეგ. რამდენიმე სლაიდზე მაგადანწლებული, ნელა მივხვდებით, რაზე ვისაუბრებ. value არის მნიშვნელობა. reference-ი გვერდზე გადავდოთ, არ გვინდა ჯერ. value არის მნიშვნელობა. პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობები ინახებიან value-ებად. ანუ, რას გულისხმობ? მე რო ვქმნით სვლას let number 1 უდრის 5-ს, let number 2 უდრის 5-ს. number 1-ში ინახება თვითონ 5 როგორც მნიშვნელობაა და number 2-ში ინახება 5 როგორც მნიშვნელობა. ხუთიანები ინახება ორივეში. რაღაც განსაკუთრებული არ თქვი, ხო მგონი? და მე რო შევადარო ეს ორი ცვლადი, ანუ შედარდება მათი მნიშვნელობები, value-ები და დაავნეს true-ს. number 1 უდრის თუ არ number 2-ს. true არის, ხო? იმიტომ 5 უდრის 5-ს. მეორე 6 იყოს და პირველი 5 დააბრუნდა false, იმიტომ რომ, 5-6 არ უდრის. მაგრამ მოდი ესეთი ჩანაწერი გავაკეთოთ. მაგალითად მაქვს let object 1, ანუ პირველი ობიექტი, სადაც არის name თემო და მაქვს ასევე object 2, მეორე ობიექტი, რომელიც ასევე არის name თემო. აბსოლუტურად იდენტური ობიექტები არიან. მაგრამ მე რომ იგივე ჩანაწერი მქონდეს, შევადარო object 1, object 2-ს გამოიტანს false, რაც რა უნდა უცნაური იყოს და არა true-ს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ობიექტი აბსოლუტურად იდენტურია, იგივე მონაცემი არ ყოფილა, რაც რიცხვზე იყო. ანუ პრიმიტიულ ტიპის მნიშვნელობებზე, იგივე იქნებოდა string-ებზე, boolean-ებზე და ასე შემდეგ. მაგრამ რთული ტიპის მნიშვნელობებზე, ობიექტებზე და მასივებზე ცოტა სხვანაირად ხდება. და ეს იმიტომ არის, რომ ობიექტები და მასივები ინახებიან რეფერენსებად და არა value-ებად. აქაც იგივე მაგალითი მაქვს ჩაწერილი, რომ false აქტებს. ეს რას ნიშნავს? მე რო წერ let object 1 უდრის name თემოს, ამ object 1-ში ეს ობიექტი არ ინახება სინამდვილეში. აქ ხო 5-იანი ინახებოდა number 1-ში, იმიტომ რომ 5-იანი ანუ number არის პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობა. ობიექტებზე და მასივებზე არ ხდება ეგრე. ეხლა ობიექტებზე მაქვს მაგალითი, მაგრამ მასივებზეც იგივე აბსოლუტურად. ანუ object 1-ში არ ინახება ეს ობიექტი name თემო. არამედ ინახება აი ამ ობიექტის რეფერენსი. რეფერენსი ქართულად ნიშნავს მითითებას. ამ შემთხვევაში ამ კონტექსტში ნიშნავს აი ამ ობიექტის საცხოვრებელ ადგილს კომპიუტერში, RAM-ში, RAM-ი ანუ random access memory. დროებით მეხსრება კომპიუტერის, სადაც ინახება პროგრამის გაშვებისას მიღებული ინფორმაცია. აი ახლა მე რო ეს ტაბი გახსნილი მაქვს, მე რო Discord-ი გახსნილი მაქვს, თქვენ გესაუბრებით, ეკრანი გაზარებული მაქვს, რაც ჭირდება ჩემს კომპიუტერს, რომ აი ეს ყველაფერი ამუშაოს, ინახება დროებით. ანუ მე რო კომპიუტერს გამოვრთავ და გავხსნი, ეს ყველაფერი გახსნილი არ დამხვდება რა. და აი ამ object 1-ში ინახება აი ამ ობიექტის მისამართი იმ უბნის, სადაც მდებარეობს ეს ობიექტი. ანუ მაგალითად კომპიუტერის მეხსრება იწერება დაახლოებით ასე. 0x და მერე ციფრები 1 2 3 დავწერე სიმარტივისთვის, თუმცა საკმაოდ ბევრი ციფრია. როგორც ჩვენ გვაქვს მისამართები რაღაც კონკრეტულ ლოკაციებზე, ყველაფერს თავისი მისამართი აქვს. კომპიუტერშიც რაც არ უნდა ინახებოდეს, ყველაფერს თავისი მისამართი აქვს. ანუ გამოდის, რომ object 1-ში ინახება განა ეს ობიექტი, არამედ ამ ობიექტის რეფერენსი, ანუ მისი მისამართი, ანუ ეს მაგალითად. შესაბამისად, მოდი მივაწეროთ 0x 1 2 3. object 2 ეს ობიექტი მართალი იგივე, მაგრამ სხვაგან ცხოვრობს. მაგალითად 0x 4 5 6 ლოკაციაზე. და მე რო გავუტოლე object 1 object 2-ს, მართალია მნიშვნელობების სხვა ერთი და იგივეა, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. ესე იგი ერთნი არ გამოდიან. რიცხვების შემთხვევაში და მარტივი ტიპის მნიშვნელობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს 5-იანის და ეს 5-იანი სხვაგან ინახება. ანუ ეს 5-იანი ინახება მაგალითად 0x 1 2 3 მისამართზე, ეს ინახება 0x 4 5 6 მისამართზე. აქაც იგივე სხვადასხვა ადგილას ინახებიან, მაგრამ პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობები დარდებიან მნიშვნელობებად, value-ებად და არა რეფერენსებად. და აქ ობიექტების და მასივების შემთხვევაში დარდება ასევე მათი მისამართები. რა თქმა უნდა, ეს მისამართები არ უდრის ერთმანეთს და false მაგიტომ გამოიტანა.
ეს იგივეა, რომ მაგალითად, მე ვცხოვრობ არ კეთილში, ქვია თემო, ასევე არის ვიღაცა თემო, რომელიც ცხოვრობს მაგალითად საბურთალოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი იგივე სახელი გვაქვს, ერთი იგივე ხო არ ვართ, იმიტომ რომ მე სხვა მისამართი მაქვს, იმ მეორე თემო სხვა მისამართი აქვს. აქაც იგივეა. იგივე ობიექტებია, მაგრამ სხვადასხვა მისამართები აქვთ. და ესე მისამართებად დარდებიან, რეფერენსებად დარდებიან. იმიტომ რომ არ არიან პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობები, არიან უფრო რთული ტიპის მნიშვნელობები. ეს ობიექტების და მასივებზეც იგივეა, რო ჩამეწერა. თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა. ასეთი ჩანაწერი რო დავწერო მე. კი დანიელ, შენ რო დაწერო ობიექტ 1-ის სახელი უდრის თუ არა ობიექტ 2-ის სახელს, ეს true-ს ამოაგდებს. იმიტომ რომ ახლა შენ ობიექტებს კი არ ადარებ, ადარებ სტრინგებს, თემოს და თემოს ადარებ. ეს რა თქმა უნდა true-ს დააბრუნებს, ეს უკვე value-ებად, ანუ თემოს შეადარდება თემოს. ეს რაღაცა ჩავწერო. ობიექტ 1 დავტოვოთ, ანდა მოდი ჯერ რიცხვებზე გადავალთ. რიცხვებზე იყოს ჯერ. Let number 1 უდრის 10 მაგალითად. მე შევქმნათ მეორე ცვლადი, let number 2 რომელსაც ექნება number 1-ის მნიშვნელობა, ანუ 10-იანი. და ახლა შევცვალოთ number 1 გავხადოთ 20 და ბოლოს დავაკონსოლოთ number 2. ეს რას გამოიტანს? ანუ რა გამოვიდა ახლა? number 1 არის 10-იანი, number 2 ცვლადი შევქმნი და მივაინჭე number 1-ის მნიშვნელობა, ანუ ეს 10-იანია. მე შევცვალე number 1 და გავხადე 20. number 2-ს რა მოუვა? რომ მითხრათ პროგრამის გაშვებისას რა დამიკონსოლდება. აუ, ჯანდაბა, შემთხვევით გავუშვი. კაი, დავიწყეთ, 10-იანი გამოვა. შემთხვევით დამეჭირა enter-ს. 10-იანი რატო გამოვა? იმიტომ რომ number 2 სხვა ცვლადია, მართალია 10-яნის მნიშვნელობა აქვს, რომელიც number 1-თან წამოიღო, მაგრამ ნუ კავშირი არ აქვს number 1-თან. მე რომ number 1 შევცვალე, number 2-ს არ შევხები, რომ ისევ 10-იანი დარჩა, რა თქმა უნდა. ეხლა გავართულოთ. ობიექტ 1 არის name თემო. შევქმნათ მეორე ობიექტი, ობიექტ 2, რომელიც იქნება ობიექტ 1-ის მნიშვნელობით. ანუ ესეც არის name თემო. ეს ობიექტი იგივე, იმიტომ რომ ამის მნიშვნელობა მიიღო. მე რო შევცვალო ობიექტ 1-ის სახელი და გავხადო ნიკა. და დავაკონსოლო ობიექტ 2-ის სახელი. რას გამოიტანს თემოს თუ ნიკას? ანუ აქაც იგივე ვქენი, ერთი ობიექტი მაქვს, რომლის მნიშვნელობა მეორე ცვლას მივაინჭე, მე შევცვალე პირველი სახელი და მაინტერესებს მეორე სახელს რა მოუვა. ნიკა იქნება თუ თემო? ნიკა. ოკეი. რატო? რიცხვებზე ხო სწორად იყო, რომ მეორე შევქმნი პირველთან კავშირი არ ქონდა. აქაც ხო იგივე ვქენი, მეორე შევქმნი და ანუ მეორეს არ ვეხები, მეორეს არაფერი არ მიქნია. მე პირველი შევცვალე. მეორე რატო შეიცვლება? აზრები როდ გაიყო? ნიკა, თემო. მოდი ნახოთ აბა ერთად. გამოიტანა ნიკა. ცოტა უცნაურია. არა და მე ობიექტ 2-ისთვის ხელი არ მიხლია, საერთოდ, ხო? რატო მოხდა ასე? ამის პასუხი ზუსტადაც რომ არის რეფერენსი. რაც ეგან ახსენე. ნახეთ? შევქმნი მე ერთი ობიექტი, let object 1 უდრის name თემოს. მე როგორც თქვი, object 1-ში ეს ობიექტი კი არ ინახება, არამედ მისი მისამართი, რეფერენსი 0x123. და მე როდესაც მეორე ცვლადი შევქმნი და object 1-ის მნიშვნელობა მივაინჭე, object 2-ში შესაბამისად განა ობიექტი ინახება, არამედ იმ ობიექტის მისამართი. ანუ ნახეთ, object 2-შიც იგივე მისამართი ინახება თურმე. 0x123. ანუ რა გამოვიდა? რომ object 1 არის 0x123, ან object 1 ინახავს მისამართს 0x123-ს, object 2-იც ინახავს მისამართს 0x123-ს და ეს ორივე მისამართი უყურებს ერთ ობიექტს, name თემოს. ანუ მე გინდა object 1-დან შევცვალე,
გინდა ობიექტ 2 და შევცვალე, მაინც ეს ობიექტი იცვლება. ან 2 მისამართი მოხს 1 და იგივე. გინდა 1 მისამართთან შევცვალო, მეორეგანაც დაიტყობა და პირიქით. ანუ გვერდ-გვერდ ვდგავართ მე და ნიკა მაგალითად რა და ბურთი ავაგდეთ. მე რო ვუყურებ რომ ბურთი ავარდა და მე დაიცა, ხო? ნიკას ხო იგივეს დაინახავს, იმიტომ რომ მე და ნიკა ერთი და იმავე მოვლენას უყურებთ. თუ რაღაცა მოქმედებს ჩვენზე, ერთ და იგივე იმოქმედებს, იმიტომ რომ ერთად ვართ, ერთ რაღაცას უყურებთ რა, ერთ და იგივე გამოცდილებას ვიღებთ. ანუ მე რო ობიექტ 2 შევცვალო, ობიექტ 2 რას იზავს? ობიექტ 2 ინახავს აი მის სამართს, მე ნახავს აი მის სამართზე რა დევს, მოდი ვნახოთ აბა, დევს ეს ობიექტი და ამას შეცვლის. და ამას ობიექტ 1-იც უყურებს და მე რო ობიექტ 1 გამოვიტანო, შეცვლილი დამხვდება. ანუ აქაც რეფერენსების ამბავია. რატო არ მოხდა იგივე რიცხვებზე? ან სტრინგებზე რატო არ მოხდება იგივე ბულიანებზე? იმიტომ რომ ეგენი არიან პრიმიტიული ტიპის ნიშნულობები, მაგრამ value-ები დაარდება და value-ები მოქმედებენ. აქ უკვე რეფერენსებია თამაში. რიცხვების შემთხვევაში რო გაუტოლე, ნიშნულობა შეინახა, ანუ ისე 10-იანი შეინახა, მაგრამ აქ ნიშნულობა არ ინახება, აქ ინახება რეფერენსი, ანუ მისამართი ამ ობიექტისა. მე რომ მასივზე ჩამეწერა, მასივზე იგივე შედეგს მივიღებდი აბსოლუტურად. ოკეი? საკმაოდ საინტერესო თემაა და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ რაღაც საკითხები შეიძლება ისეთი რაღაც სიტუაცია იყოს პროექტში, რომ ეს უნდა გამოუგადგეს. და გასაუბრებაზეც შეიძლება რომ კითხონ ეს საკითხი. მეც მქონია შემთხვევები, რომ ამდენჯერმე მოვკითხავთ ადრე. აი თან მახსოვს სულ პირველი გასაუბრება გავიარე ამდენიმე წლის წინ. ეს კითხვა იყო. values და reference შორის რა განსხვავებაა? ოკეი. მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მასივების დალუპვა. ნუ ეს საკითხი საკმაოდ გაგვიმარტივდება, იმიტომ რომ სტრინგების დალუპვა უკვე ვიცით. თუ მაქვს მე სტრინგი, let სტრინგი უდრის hello-ს, მე რო ავწერო სტრინგი ინდექსად 0, სტრინგი ინდექსად 1, სტრინგი ინდექსად 2 და ასე შემდეგ, თან არ ვიცი რამდენი ელემენტია. როგორ ჩავწერეთ წინა სემინარზე? for cycle-ით დავიწყეთ, სადაც i არის თავიდან 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ინდექსირება 0-დან იწყება, იმიდი სტრინგის length-მდე, იმიტომ რომ ინდექსი ყოველთვის ნაკლებია სიგრძეზე. რადგან სიგრძე ითვლება 1-დან, 1 2 3 4 და ინდექსირება 0-დან. 0 1 2 3 4. და მე რო ვაკონსოლებდით string-ი ინდექსად i. ეს i იქნება ჯერ 0, მერე 1, მერე 2 და ასე შემდეგ. თუნდაც გამოვა ასო ჩვენი string-ი. hello. იგივე მასივებზეც. ანუ მე შემიძლია, ანუ ასე ხო არ დავწერ array ინდექსად 0, array ინდექსად 1, არა. string-ი რახამ არის ქარაქტერების მასივი, მაგიტომ შეგვიძლია string-ი დაგრუება. აქაც იგივეა. მაქვს მასივი, ვიწყებ i-ს ათავს 0-დან, იმიტომ რომ თავიდან ინდექსი არის 0, მივიდივარ array length-სამ და ვაკონსოლებ array ინდექსად i-ს. გამოიტანს 1, 2, 3, 4, 5. აქაც იგივე მიდგომა აბსოლუტურად. ანუ array ინდექსად 0, array ინდექსად 1, array ინდექსად 2 და ასე შემდეგ. თუმცა არსებობს უფრო მოკლე ჩაწერის ხერხები, რათა ჩვენ ეს მასივი დავლუპოთ, ანუ გადავართ მის თითოეულ ელემენტს. ანუ აქ რა ხდება? აქ ინდექსი მაქვს და ამ ინდექსს ვიყენებ, რომ ელემენტს მიუწვდე. ანუ მე იდეაში ინდექსი დიდად არ მჭირდება, მხოლოდ ელემენტი მჭირდება. ამ შემთხვევაში. და ეგეთ მომენტებში, როცა ინდექსზე წვდომა არ მჭირდება, ანუ არ მაინტერესებს რაღაც ელემენტი მე რამდენი ინდექსზე მდებარეობს და მარტო ელემენტი მაინტერესებს კონკრეტული, ვიყენებ for of cycles. უფრო მარტივია ეს. ისე for cycle-ია, ისე ცვლად ვქნით let number of array და შეგინთ ვაკონსოლებთ numbers. აქ რა ხდება? მე ვეუბნები რომ number ცვლად ვქნი და მინდა რომ დავლუპო array მასივი. და ამ number-ში შეინახება ყველა ელემენტი თითოეულ ბიჯზე. ანუ პირველ ბიჯზე შეინახება ერთიანი,
მერე 2-იანი, მერე 3-იანი, მერე 4-იანი, მერე 5-იანი. Let array max. მოდი ჩავწეროთ. 1 2 3 4 5 იყოს. For ამ სულს რაც მინიმუმს დავარქვათ, თუ გინდა თემო დავარქვათ, მოდი რავი. მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ კაი სახელი არაა თემომისთვის რა. მოდი number დავარქვათ. Number of array. და დავაკონსოლოთ number. ანუ აქ იდეაში მე ინდექსები არ მაინტერესებს, მინდოდა string-ები. კი არა და ელემენტები. გამო 1 2 3 4 5. შეიძლება დაილუპა, ხო? Number შეინახა პირველ იტერაციაზე და პირველ ბიჯზე ჯერ 1-იანი, მეორე იტერაციაზე და მეორე ბიჯზე 2-იანი, მერე 3-იანი, მერე 4-იანი, მერე 5-იანი. არის ისეთი кейსები, თამაშ შემთხვევებით, სადაც მე ინდექსის მჭირდება მასივის რაღაც ამოცანებში, ამიტომ გამოვიყენებ სტანდარტულ ციკლს, მაგრამ თუ მე ინდექსი არ მაინტერესებს და მაგ ინდექსს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტის ამოსაღებად ვიყენებ, ეს გამოვიყენოთ, იმიტომ რომ უფრო მარტივი და მოკლე ჩანაწერია. Okay? მასივს კიდევ ძალიან ბევრი მეთოდი აქვს. მაგალითად, მე ერთ-ერთი include-ი იყო, ასევე index-of-ი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ მასივის კონკრეტული ელემენტი მე რამდენი index-ია, ასევე last index-of-ი, ასევე slice-ი, რომელიც მასივს ჭრის, ასევე splice-ი, რომელსაც შეუძლია მასივიდან რაღაც კონკრეტული ელემენტის ამოღება. აი მაგალითად, მინდა რომ აქ მოვიღო 3-იანი. Pop-ით და shift-ით ხო პირველი და ბოლო ელემენტი ამოიღება. აი 3-იანი თუ მინდა ამოვიღო, splice გამოვიყენებდი. და ჩემი შევა იქნება, რომ ეს მეთოდები დაარესერჩოთ. კიდევ დაასერჩოთ array method, ჩამონათვალე და ყველა დაარესერჩოთ, თავიდან უბრალოდ გადახედოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამოგიყრეთ მაინც. და ნუ ამოცანების კეთებისას თუ რაღაცა არ იცით როგორ კეთდება, ან რაც იცით, ეგ არ გეხმარებათ. დაასერჩეთ უბრალოდ, აი ამოცანა არის მაგალითად, ამოიღეთ მასივიდან ელემენტი. მოკლედ ჩაწევთ pop-ით შეიძლება, მაგრამ აი იქნებ 3-იანი გინდა, დაასერჩოთ როგორ ამოიღო მასივიდან ელემენტი JavaScript-ში. ამო splice-ი მე დასერჩავთ splice endian-ი და გაარჩევთ მაგ მეთოდს რა არგუმენტები აქვს, როგორ გამოიყენებ და ასე შემდეგ. და დღეისთვის ბოლო თემა მინდა ახსნა ასევე ობიექტების დალუპვა. ნუ მასივის დალუპვა ვისწავლეთ ორი ხერხით, როგორ დავლუპოთ ობიექტი. ობიექტის დალუპვაში რას გულისხმობ? მაგალითად, მაქვს ობიექტი let person, სადაც არის name თემო, age 20, profession programmer. მაგალითად მინდა გამოვიტანო ყველა key, ანუ name, age და profession. და ჩამოვაკონსოლო. ამას როგორ ვიყენებ? ამისთვის for ციკლი მეხმარება, ოღონდ არც სტანდარტული ციკლი, იმიტომ რომ ინდექსები აქ არ არის. არც for of-ი, იმიტომ რომ რა შეინახოს, ხო არის ეგრევე. მეხმარება for in ციკლი. ძალიან გავს for of-ს. ყველაფერი იგი უბრალოდ of-ის მაგალითად in იწერება. For ქნიცვლაც let key დავარქვათ, მოდი in person. და დავაკონსოლოთ key. And for in-ით ვლუპავთ person objects და თითოეულ იტერაციაზე key-ცვლად შეინახება properties გასაღები, ანუ key. ანუ ჯერ ამას გადავulis და key-ს ამოიღებს და ამ ცვლად შეინახავს, შემიძლია დავარქვა თემო, მაგალითად ისევ, რასაც მინდა დავარქვა, მაგრამ key დავარქვათ უფრო გაისახელია. მერე ამ property-დან ამოიღებს age-ს, მერე ამაზე რო გადავა ამ იტერაციაზე ამოიღებს profession-ს და გამოიტანს. Name, age, profession. მე თუ მინდა რომ ამოვიღო თემო 20 programmer, ეგ რო გამოვაკონსოლო. რა ჩანაწერი მიქნება რომ მითხრათ აბა? რა დავაკონსოლო? მინიშნებას მოგცემთ, მე თუ მინდა რომ person-დან მარტო თემო გამოვიტანო, წერ person წერტილი names. ანუ person-დან ამომაქვს name. და აქ როგორ გავაკეთე ეგრე რომ თემო მოიღოს მე 20 მე programmer და ასე ვის დაიმახსოვრეთ რომ key-ში ინახება ყველაფერი. key-ში ინახება ჯერ name, მე age, მე profession. person წერტილი თემო არა ნახე. person წერტილი თემო არაფერს გამოიტანს, იმიტომ რომ თემო key არ გვაქვს. ანუ თემო ორ წერტილი რაღაცა ხო არა გაქვს. შენ გაქვს name. key წერტილი person-იც არა. არც ეგ დაჩი. ინდექსებს არ ვიყენებთ ობიექტზე, ობიექტი რაღაცების ამოსაღებად.
ნახეთ? მოდი ცალკე გავიაროთ. ჯერ გამოვიტანოთ სახელი. person წერტილი name. გამოვა თემო. მერე მოდი ასაკი გამოვიტანოთ. person წერტილი age. გამოვა ასაკიც 20-იანი. მერე პროფესია console log. person წერტილი profession. გამოვიდა პროგრამერი. მე უბრალოდ ეს მინდა ციკლში ჩავწერო, რომ ყოველთვის წარ არ მომიწიოს. და აი ამ key-ში ნახეთ რა ინახება key რო გამოვაკონსოლელი იყო თავიდან name, მერე age, მერე profession. ანუ ეს key-ის სახელებია რა. ანუ მე ხო შემიძლია იდეა შევწერო person წერტილი key. key არის ჯერ name და არ შეიძლება ჩათვალეთ, გამოიტანს თემოს, მერე არის age და გამოიტანს 20-ს, მერე არის profession და გამოიტანს programmers. მაგრამ ეხა მოგატყუეთ მე თქვენ. ეხა გამოვიტანს undefined-ებს. თითქოს ლოგიკურია ძალიან. მაგრამ მაინც undefined-ები გამოაქვს. ნახეთ აი აქ key ფერკრთავად არის. იმიტომ რომ არ იყენებო. როდესაც მე ობიექტიდან რაღაცა values ვიღებ გასაღების სიტყვის მეშვეობით, ასე ჩანაწერი ხომ აქვს. მაგრამ აქ ნახეთ რას გულისხმობ. მე ანუ key იდეაში ცვლადია. მე მინდა რომ ცვლადა დაღიქოს. მაგრამ მე ვეუბნები რომ person-ში მომიძებნე ისეთი value, რომლის გასაღების სიტყვა სიტყვით key. ანუ თითქოს მე აქ რაღაცა key მაქვს, key თემო მაქვს ასე რა. ანუ ამას ვეუბნები მე. რა key მომიძებნე მეთქე ეს key რაც წერია სიტყვა სიტყვით. ასო-ასოდ. მაგრამ ეგეთი რაღაცა ხო არა მაქვს მე. key მე პირდაპირ ნიშნულობით კი არ უნდა გავიგო. მე უნდა აღიქვა key როგორც ცვლადი, რომელიც ნიშნულობას ინახავს. ნახეთ კიდევაც, ჯერ იყო name, მერე age და მერე profession. და აი ესენი უნდა გამოვიყენო მე key-ებად. და თუ მინდა რომ მე ობიექტიდან ამოვიღო value და თან აი ეს ჩანაწერი აღიქვა როგორც ცვლადის ნიშნულობა, ანუ გამოსახულება და არა სიტყვა სიტყვით რაც მიწერია, წერტილის მაგივრად ვიყენებ ბრეკეტებს. ეხლა გამოვა თემო 20 პროგრამერი. კიდევ თემო რა გამოვიდა ბოლოში არ ვიცი. აი იმიტომ რომ ორჯერ მიწერია, ოკეი. თემო 20 პროგრამერი. აქ ნახეთ რა მოხდა. იგივე პრინციპია ობიექტიდან ვიღებ რაღაცა key-ის მნიშვნელობას, მაგრამ აქვე key ნახე იყენებო რა, ფერფტალი აღარა გაღებებული. მე რო ბრეკეტებში მიწერია, ეხლა უკვე განა key-ს ამოვიღებ, სიტყვა სიტყვით key, ასე კი არ ამოვიღებ, ამას კი არ მოძებნის. არამედ key არის ახმული როგორც გამოსახულება, როგორც ცვლადის მნიშვნელობა, ანუ ჯერ არის name, ამოიღებს names. მერე არის age, ამოიღებს age და ბოლოს არის profession და ამოიღებს პროფესიას. და აქ შემიძლია ნებისმიერ მანიპულაცია გავაკეთო, მაგალითად console log person ბრეკეტები და გავაკეთო მაგალითად nas plus me. გამოვიტანე თემო, ნახეთ? რატო? იმიტომ რომ ჯერ nas დაემატა me, კონკრეტულად მოხდა, გახდა name და მე person-ად მოვიღეთ name. აი ძალიან ცუდი შედარებაა ცოტა, მაგრამ აი როგორც template ლიტერალს ვიყენებდით რა, რომ აი აქ ჩადიოდა გამოსახულებები და მე ერთიანდებოდა, აქაც იგივეა. ესა გამოსახულება და მე ამოქვს string-დან. ანუ ეს key ხო ცვლადია. სიტყვა სიტყვით key ხო არ მინდა, ცვლადია და ჯერ ცვლადის მნიშვნელობას ვიგებ და მე ამოაქვს ობიექტიდან შესაბამისი value, ანუ მნიშვნელობა. ოკეი. დღეს სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. დარწმუნებული ვარ, რაღაც საინტერესო ლექცია იყო, საინტერესო საკითხია და ძალზედ მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად ყველა პროექტში გამოიყენებთ მასივებს ობიექტებს და უფრო რთულ data სტრუქტურებს. მარტო ის კი არა რომ ვიცი ეს მასივი ეს ობიექტია, უნდა იცოდეთ რაღაცა პრობლემა რო არის, ამ პრობლემის გადასაჭრელად რომელი data სტრუქტურა გამოიყენოთ. ეგ უკვე თქვენზე დამოკიდებული. ეხლა ჩანაწერს გამოვთავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.